წინააღმდეგ სამსარსებითი განხილვა დღეს ბომისარგოს სასამართლოში გაიმართა. საბჭოს ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა პროცესზე შუამდგომლობის სახით მორიგება ითხოვა, თუმცა მომჩივანი მხარე წინადადებას არ დაეთანხმა. საქმეზე გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გამოცხადდება. ხიმშაშვილის ადვოკატი გივი მამულაძე ფიქრობს, რომ მოსამართლე უმაღლესი საბჭოს სარჩელს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს. საქმის მოგების პერსპექტივა არსებობს, ამიტომ უმაღლესი საბჭო მორიგებაზე არ წავა, აცხადებს დეპუტატი მედია ვასაძე. შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საბჭო გურამ ხიმშიაშვილს მათი განმარტებით გაუფრთხილებლობით ჩადენილი ავტოავარიის გამო 6300 ლარს ედავება. უმაღლესი საბჭომ არ წამოვიდა მორიგებაზე, დღეს შედგა რეალური განხილვა, არცებითი განხილვა. ჩვენს მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულება იმის თაობას, რომ მათ მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილოს, რადგან ზიანის ოდენობა იმდენი არ არის, რამდენიც მათ მიერ არის დაფიქსირებული. რაც ეკითხებს თქვენს იურიდიული დეპარტამენტი, რომელშიც ჩვენ არ ვერევით, მორიგების გზით სახელმწიფოს აკარგვინებს გარკვეულ მატერიალურ ზარალს, მით უფრო თუკი პერსპექტივაში დარწმუნებული ხარ, რომ საკითხი სარჩელი არის. ძლიერი კანონიერი და მოგების რეალური შანსი არსებობს.